ესე იგი, ჩემი შრომის სათაურია სული, სიცოცხლე და ლტოლვა. ახლა ქვესათაური რამდენიმე აქ აი ორი ქვესათაურია თითქმის. პირველი ქვესათაური რა განსხვავებაა სულსა და სიცოცხლეს შორის? ესეც უნდა გავარკვიოთ. სულისა და სიცოცხლის განსხვავება და მსგავსება არისტოტელეს სულის შესახებ ტრაქტატის მიხედვით. ესე იგი, უნდა ვნახოთ სულსა და სიცოცხლეს შორის მსგავსებაც და განსხვავებაც. არისტოტელეს ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის გააზრებით, ესე იგი, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება, რომ გავიაზროთ არისტოტელეს მთელი ფილოსოფია, ფსიქოლოგია და არისტოტელეს ტერმინოლოგიის დახმარებით. რა თქმა უნდა, ძველი ბერძნული ტერმინოლოგია დაგვჭირდება. ორექსისი არის იგივე ჰორექსისი. ახლა ჰ შეიძლება უფრო ჰ-ი კითხულობენ, იმიტომ რომ აი მაგალითად ჰორიზონტი, ეგ ბერძნული წარმომავლობის სიტყვაა და ორიზონ 4 იწერება, მაგრამ ჰ-ი იკითხება, ჰორექსისი. როგორც სასიცოცხლო სწრაფვა, ლტოლვა და სულიერი საწყისი მცენარეებში, ცხოველებსა და ადამიანებში. აი ეს საინტერესოა, ეს უკვე არისტოტელეს ფილოსოფია აქ ჩანს, რომ არისტოტელე ისეთი მოაზროვნეა, რომელსაც შეუძლია რაღაც საერთო დაინახოს მცენარეს, ცხოველსა და ადამიანს შორის. ხო, აქ მანანა ქუმსიშვილი ესე იგი, რომ მითითებულია, რომ ჩემი ავტორობით არის ეს შრომა დადებული. ხო, ფილოსოფიაში არის უძველესი, უმთავრესი და უძირითადესი კითხვები, რომლებიც არ ძველდებიან. არის კითხვა, რომელზეც არც პასუხი არსებობს და არც ძველდება. ამ კითხვებს მეტაფიზიკურ კითხვებსაც უწოდებენ იმის გამო, რომ ისინი თითქოს ბუნების, ფიზიკის საზღვრებს ცილდებიან და ყოველგვარი არსებული საწყისებითა და საიდუმლოებებით ინტერესდებიან. ამ კითხვებს პასუხგაუცემელ კითხვებსაც უწოდებენ იმის გამო, რომ მათზე ამომწურავი და საბოლოო პასუხის გაცემა შეუძლებელია. ეს კითხვებია მაგალითად რა არის სამყარო, დრო, სივრცე, მოძრაობა და მატერია, რა არის ღმერთი, რა არის სული და სიცოცხლე. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობდა არისტოტელე თავის შრომებში. სულის შესახებ ტრაქტატში კი სხვა საკითხებთან ერთად არისტოტელეს ყურადღების ცენტრში მოექცა სწორედ სულისა და სიცოცხლის პრობლემები. ისე გასაგებია, ხო, რომ ესეთი კითხვებია, რომლებზეც შეიძლება ადამიანმა ვერასოდეს ვერ გასცეს პასუხი. შემდეგ, მეტაფიზიკოსმა ფილოსოფოსებმა იციან, რომ მათთვის ყველაზე დიდ საიდუმლოსა თუ გამოცანას წარმოადგენს თვით სამყარო, მისი არსებობის ფაქტი და მისი რაობა. ანუ რა არის ეს სამყარო? და რა არის, ესე იგი, აი არსებობის ფაქტი, რას ნიშნავს, რომ სამყარო არსებობს, რას ნიშნავს, რომ ჩვენ ვარსებობთ, ვართ. ძალიან დიდი საიდუმლო და გამოცანაა. ასეთივე დიდ საიდუმლოს წარმოადგენს თვით სიცოცხლე, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ჩემი შრომის სათაურში სულისა და სიცოცხლის გვერდით დასახელებული ლტოლვა. თურმე ლტოლვას ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა სამყაროსა და სიცოცხლის გვერდით. იმის გამო, რომ ლტოლვის გარეშე არ არსებობს არც სამყარო და არც სიცოცხლე. ლტოლვა თითქოს სამყაროს სულია. ლტოლვით, მისწრაფებითა და მოძრაობითაა გაჟღენთილი ყოველგვარი სიცოცხლე მთელ დედამიწაზე და თვით სამყაროშიც. ლტოლვა, მისწრაფება და მოძრაობა, რომ დროში მიმდინარეობს და დროის გარეშე არ არსებობს, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ესეც ისეთივე საიდუმლოებით მოცული კითხვაა. არისტოტელეს შრომებში და ძველ ბერძნულ ლექსიკონებში სული არის ფსიქე. ახლა ქართველები ფსიქეს ვკითხულობთ, მაგრამ იქ არის ასო აი ხ, ფსიხე და აი ეს უ იკითხება იუ, ფსიუხე შეიძლება ვთქვათ, ფსიხე, შეიძლება ვთქვათ ფსუხე, ვის როგორ გაუხარდება, მაგრამ ნუ ფსიქეთ არის ცნობილი ქართულად ეს სიტყვა. ფსიხე, სიცოცხლე და ცხოვრება კი ორგვარი სიტყვებითაა წარმოდგენილი. მაგალითად, აი ორგვარი სიტყვები, იმიტომ ვთქვი, რომ ახლა რამდენიმე ვარიანტი შეიძლება ლექსიკონში შეხვდეს, რომლებსაც მიწერილი აქვს ან სიცოცხლე ან ცხოვრება, ან ვცოცხლობ და ვცხოვრობ, ხო? აი პირველი, მაგალითად, ძენ, აი სიცოცხლე, ძენ, ძოე, ძოია, ან ზოია იგივე, ძაო და შემდეგ აი მეორე, ესე იგი ერთი ვარიანტი სიცოცხლე და ცხოვრება შეიძლება იყოს აი ამ სიტყვებით აღნიშნული და მეორე შეიძლება გვხვდებოდეს ბია, ბიოს,
ბიოზის, აი ბიოლოგია რა, საიდანაც არის წარმოდგენილი. ეს სიტყვები ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება ითარგმნოს სიცოცხლედაც და ცხოვრებადაც, მაგრამ რაც მთავარია, სულისა და სიცოცხლის არისტოტელესეული გაგება ხან ემთხვევა ერთმანეთს და ხან განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითად, მე შემიძლია ვთქვა, რომ ცოცხალი ვარ, სული მიდგა, სულიერი ვარ, ხოლო როცა მოვკვდები, აღარ ცოცხალი ვიქნები და აღარ სულიერი. ამ შრომაში, ხო, ესე იგი, აი ეს საინტერესოა, რომ ესე იგი, სული და სიცოცხლე, აი რა არის სული და რა არის სიცოცხლე, არისტოტელეს შეიძლება ზოგან გვეჩვენებოდეს მისი ტექსტიდან, რომ ერთი და იგივეა სული და სიცოცხლე და არის მომენტები, როდესაც დაგრჩება შთაბეჭდილება, რომ სული და სიცოცხლე განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ აი ეს საკითხიც უნდა გაირკვეს და დაზუსტდეს ამ შრომის მიხედვით. ხო, ამ შრომაში ვეცდები სულისა და სიცოცხლის მსგავსებისა და განსხვავების ჩვენებას და ამ ცნებების კავშირის ჩვენებას ან დადგენას მისწრაფების, ანუ იგივე ლტოლვის ორექსისის ცნებასთან, ანუ ჰორექსისის ცნებასთან. ახლა არისტოტელეს შეუძლია სულიერი და ცოცხალი უწოდოს მცენარეს, ცხოველსა და ადამიანს. ახლა ჩვენ ხო მცენარეს სულიერს არ ვუწოდებთ. ჩვენ სულიერს ვუწოდებთ უფრო ცხოველს და ადამიანს, ხო? და არისტოტელე რატომღაც რაღაც ნიშნებით ვნახავთ, რომ მცენარესაც სულიერს უწოდებს. არისტოტელეს მიხედვით მცენარესაც აქვს კვების, ზრდისა და გამრავლების უნარი. აი რა საინტერესოდ ჩამოაყალიბა კვება, ზრდა და გამრავლება. უკვე ვხედავთ, რომ ცხოველსაც აქვს და ადამიანსაც. ცხოველსაც აქვს იგივე უნარები და ამ უნარებს ემატება შეგრძნებისა და აგზნების უნარი. აი ეს ორი დაამატა. ესე იგი, ის ხო იყო კვება, ზრდა, გამრავლება დაემატა, უკვე ესე იგი ამბობს, რომ მცენარეს არ აქვს შეიძლება და ცხოველს აქვს, იგრძნობს ის ტკივილს თუ რაღაცას მოეფერები, ხო? და აგზნების უნარი. ადამიანს კი აქვს ყველა ის უნარი, რაც აქვს მცენარეს და ცხოველს და ყველაფერს ემატება ძლიერი გონება და ძლიერი აზროვნების უნარი. ახლა ადამიანს კიდე დაუმატა, ხო? და კიდევ ცნობიერების, შემეცნების და თვითშემეცნების უნარი. ადამიანს აქვს დიდი უპირატესობა მცენარესთან და ცხოველთან შედარებით, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ადამიანი ცხოველური წარმოშობისაა, ანუ ცხოველების ნათესავია და მას ცხოველებთან ბევრი რამ აქვს საერთო. მაგალითად, ცხოველური პრიმიტიული გონებაც კი დიდი განსხვავების მიუხედავად რაღაცით მაინც გავს ადამიანის ძლიერ გონებასა და აზროვნების უნარს. არისტოტელეს შეუძლია მსგავსება და გარკვეული ნათესაობაც კი დაინახოს ადამიანს, ცხოველსა და მცენარეს შორის. ტრადიციული აზროვნებისათვის ძნელია მსგავსების დანახვა ადამიანსა და მცენარეს შორის, მაგრამ ეს მსგავსება მაინც არსებობს ნამდვილად და თანაც ეს საკმაოდ სერიოზული მსგავსებაა. ადამიანის ხო მცენარის მსგავსად იკვებება, იზრდება, მრავლდება და კვდება. არისტოტელესთვის მცენარე ცოცხალია და სულიერია. ახლა ვცადოთ არისტოტელეს ნაზრევიდან გამომდინარე სულისა და სიცოცხლის განსხვავება დავინახოთ. მე ასე მესმის, ესე იგი აქამდე ვლაპარაკობთ, რომ ბევრი რამ მსგავსებაა, თითქმის ერთი და იგივეა. მე ასე მესმის არისტოტელე. სული არის ლტოლვა, მისწრაფება, ანუ ჰორექსის, აი ასე, ორექსის, ასე იწერება, ხოლო სიცოცხლე არის უკვე განხორციელება, ანუ ენტელექია ქართულად, ენტელექია, აი ბერძნულად აქ ასო ხ არის, რომელსაც ჩვენ ქ-თ ვკითხულობთ, ენტელეხია, ანუ დასრულებული ცოცხალი ორგანიზმი, მაგრამ იმისთვის, რომ სულმა ეს გზა გაიაროს და მისწრაფება განხორციელებად გადაიქცეს, სულმა ორი საფეხური უნდა დაძლიოს. პირველი საფეხური შესაძლებლობა, უნარი, ძალა, პოტენცია. ეს არის დინამის. აი დინამიკა სიტყვა ჩვენ ვხმარობთ, მაგრამ ახლა არისტოტელეს დინამისი და ესე იგი თანამედროვე ევროპულ ენებზე ნახმარი დინამიკა სიტყვა განსხვავდება რაღაც ნიუანსებით რა, ოდნავ მაინც განსხვავდება. ესე იგი ეს დინამისი, ჩვენ ხო დინამიკა რაღაც უფრო მოძრაობას წარმოგვიდგენია და მოძრაობა არ არის. დინამისის შესაძლებლობაა. დინამისი არის მოძრაობის შესაძლებლობა, აი უნარი, რომ ჩვენ გვაქვს უნარი, რომ ავმოძრავდეთ, გვაქვს უნარი, შესაძლებლობა, რომ ავმოძრავდეთ. დინამისი მხოლოდ შესაძლებლობა და უნარია, პოტენციაა. და მეორე, შემდეგ, ამის შემდგომი საფეხური არის უკვე მოქმედება, აქტივობა, აი ენერგია. ენერგიას უკვე ხმარობს, ანუ მძინარე, ხო, ენერგია. ანუ
ახლა აქ მგონი 2 წერტილი შეიძლება დავსვა? ხო, ნუ არ გვინდა. ანუ მძინარე შესაძლებლობა უნარი, აი რომელიც არის დინამისი, ხო? ძალა და რაღაც ძალა იყო, ხო? შესაძლებლობის ძალა, უნარის ძალა. უნდა გამოაცოცხლოს, აამოქმედოს, გააქტიუროს აი ამან ენერგიამ. ენერგია, აი ესე იგი მახვილი აქ ენერგია. ამ ენერგია ეს უკვე არის მოქმედი აქტიური ძალა. აი ის თუ იყო პოტენცია რა, დინამისი. ეს უკვე არის გააქტიურებული შესაძლებლობა. აქ უკვე გააცოცხლოს, აამოქმედოს, გააქტიუროს. ამ პროცესს კი აგვირგვინებს განხორციელება, ანუ შესაძლებლობის სინამდვილად გადაქცევა, ცოცხალი ორგანიზმის წარმოქმნა. ეს ეხება სულის მოქმედების მთლიანის პროცესის ფილოსოფიურ გააზრებას ზოგადად. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ხდება ცოცხალი არსების წვრილმანი სურვილების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მისწრაფება და ამ სურვილების მისწრაფებების და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ესე იგი ჩვენ აქ აი მთავარი უნდა გავიაზროთ ის, რომ არის ესე იგი პოტენცია, დინამისი, ყველაფერს აქვს, ხო, რაღაც პოტენცია არსებობს. მერე ეს პოტენცია უძრავად არის, არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ შესაძლებლობის სახით არსებობს და მას სჭირდება ამოქმედება, აი გააქტიურება. აქტივობა, აი პოტენცია და აქტივობა, ეს უკვე მეორე საფეხურია ენერგია. ჯერ არის დინამისი, მერე არის ენერგია და ეს ორივე დასრულდება ენტელექიათი, აი ენტელექია, აი აქ რომ არის ენტელექია, ეს უკვე განხორციელება მოხდება, განხორციელება რა, ცოცხალი ორგანიზმი წარმოიქმნება. უკვე ფაქტის სახეზე იქნება ცოცხალი ორგანიზმის სახით და ეს ცოცხალი ახლა ორგანიზმი შეიძლება ყველაფერზე თითქოს არ უხდება ჩვენი აზრით, მაგრამ ეს ცოცხალი ორგანიზმი შეიძლება იყოს მცენარე, ცხოველი ან ადამიანი. მოხდება ესე იგი განხორციელება. ცოცხალი არსება მისწრაფების ძალით, აი ხორექსისის ძალით იკვებება, იზრდება და მრავლდება. გამრავლების შედეგად კი ახალი სიცოცხლე ისახება და ხორციელდება. ეს ჩაკეტილი წრეა, რომელსაც მიახლოებით ასეთი სახე აქვს: განაყოფიერება, ჩასახვა, კვება, ზრდა, მომწიფება და ისევ თავიდან დაწყება, განაყოფიერება, ჩასახვა, კვება, მომწიფება, შთაომავლობის დატოვება ან გამრავლება. ამ გზას გადის მცენარე, ცხოველი და ადამიანი, მაგრამ მცენარისგან განსხვავებით ადამიანი და ცხოველი ცოტა სხვანაირად იწყებს სექსუალური მიზიდულობით. არისტოტელესეულ ორექსისში ფროიდისტული სექსუალური რტოლვაც იგულისხმება. მცენარესაც აქვს ალბათ რაღაც ამის მსგავსი მექანიზმი, რომელიც უმეტეს სახეობებში, ორსქესიან მცენარეებში ალბათ სურნელების დახმარებითა და დამტვერვით ხორციელდება. რომანტიკულ მხატვრული გადახვევა მოუწოდოთ ადამიანებს გამრავლებისა და შთაომავლობის დატოვებისაკენ, რათა ბუნებით განსაზღვრული ციკლის დასრულება შეძლონ. ხუმრობით შეიძლება გავიხსენოთ ფილმი მაია წყნეთელის შესახებ, სადაც მათე ბიჭი მოუწოდებს გოგოებს გათხოვდით, გოგოებო გათხოვდით, მე კი ვიტყოდი გამრავლით, გოგოებო გამრავლით. ახლა ისევ სერიოზულად, კიდევ ერთხელ ვცადო, ნათლად გავიაზრო სულისა და სიცოცხლის განსხვავება. სიცოცხლე უნდა წარმოვიდგინოთ ცოცხალი არსების, ცოცხალი ორგანიზმის სახით. ცოცხალი არსება თუ ცოცხალი ორგანიზმი არის უკვე განხორციელებული, ანუ განსხეულებული მცენარე, ცხოველი და ადამიანი, რომელსაც ამავე დროს აქვს სული. პრაქტიკულად სული, ანუ აი ეს მისწრაფების უნარი აქ მასში ჩადებულია ამ ორგანიზმში. პრაქტიკულად ადამიანის სული უფრო აზროვნების უნარით ვლინდება, ცხოველისა უფრო შეგრძნებებით, მცენარისა კი ძირითადად კვების, ზრდისა და გამრავლების უნარით, მაგრამ სამივე არსებას, მცენარეს, ცხოველსა და ადამიანს აქვს ჩადებული ლტოლვა, მისწრაფება განხორციელებისაკენ, ანუ მისწრაფება განვითარების მთელი ციკლის შესრულებისაკენ. არისტოტელეს ნააზრევიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ სიცოცხლე, უფრო ზუსტად ცოცხალი არსება არის მისწრაფების განხორციელება, ხოლო სული არის განხორციელებისკენ მისწრაფება. აი ეს უკვე სულისა და სიცოცხლის ზუსტი არისტოტელესეული განსაზღვრებებია, ჩემს მიერ გაგებული და ნათლად გასაგებად ჩამოყალიბებული. გასაგებია? ხო, ესე იგი, აი აქ უკვე განვასხვავეთ ჩვენ, რითი განსხვავდება სული და სიცოცხლე არისტოტელეს მიხედვით. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ წრებრუნვაში მთავარი მაინც გამრავლებაა შთაომავლობის დატოვებისა და გვარის გაგრძელების მიზნით. ბუნება გვიბრძანებს და გვაიძულებს, რომ გავმრავლდეთ, შთაომავლობა დავტოვოთ და გვარი თუ სახეობა შევინარჩუნოთ. იგივეს უბრძანებს ბუნება ცხოველებსაც და მცენარეებსაც. ტყუილად კი არ თქვა ვაჟა-ფშაველამ, ბუნება მბრძანებელიაო, მაგრამ ისევ ამოუხსნელ კითხვად რჩება კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ
რისთვის, რა მიზნით სჭირდება ბუნებას სიცოცხლისათვის ასეთი ხელშეწყობა და წაქეზება, ესეც მეტაფიზიკური კითხვაა, რომლის სასწაულებრივ ძალაში ჰორექსისში იმალება. ხო, რისთვის სჭირდება ვერ გავიგებთ, მაგრამ ფაქტიურია, რომ გვაქეზებს და გვეხმარება ამაში. გვიბიძგებს. მართლაც სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლო ალბათ ორექსისია, ლტოლვაა, მისწრაფება. ახლა ყველაზე დიდი რა ახლა სამყაროსისა და ისიც, მაგრამ ესეც ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა. ლტოლვაა, მისწრაფებაა, სასიცოცხლო ძალაა, ყოველგვარი სიცოცხლის ცოცხალი არსების მამოძრავებელია. ორექსისი მოთავსებულია, ჩამუდებულია, დამალულია კვერცხში, კვერცხუჯრედში, ქვირითში, მცენარისა და ცხოველის თესლში. მაინც უფრო რომელში, უფრო კვერცხუჯრედში თუ უფრო სპერმაში. სიტყვა სპერმა ძველ ბერძნულ ენაზე თესლს ნიშნავს. ტრადიციული გაგება მთავარ მამოძრავებელ ძალად უფრო სპერმას თვლიდა, ვიდრე კვერცხუჯრედს. სწორედ ამიტომ იყო გავრცელებული ფალოსის კულტი სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საბერძნეთსა და საქართველოში. ფალოსის ერთ-ერთი ძეგლი ინახება საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღიაცის ქვეშ, კუსტმის დაბლა. მაგრამ ფალოსის კულტის საკითხი ეს უკვე სხვა თემაა. ახლა კი გავიაზროთ ფილოსოფიური თეორია, როგორც გონება-ჭვრეტითობა. ჩემს ნაშრომში ლაპარაკია სულსა და სიცოცხლეზე. რა არის სული და რა არის სიცოცხლე? სულიც და სიცოცხლეც სამყაროს უდიდესი საიდუმლოებებია. ახლა შევეცადოთ, წარმოვიდგინოთ და ვიგრძნოთ, თუ რა არის სული და სიცოცხლე. აქ უკვე გარკვეული დონის ინტუიციური მიდგომა გვჭირდება. ინტუიციური მიდგომა თითქოს საკითხისადმი არამეცნიერული მიდგომაა, მაგრამ ბერძნულ ენაში არსებობს სიტყვა თეორია, რომელიც ლექსიკონის მიხედვით ნიშნავს თეორიასაც, მოძღვრებასაც და ასე შემდეგ. მაგრამ ფილოსოფიურად გულისხმობს ჭვრეტას, განჭვრეტას, გონება-ჭვრეტითობას, გონებით ჭვრეტას. თეორიული აზროვნება გასაგებია, მაგრამ ჭვრეტითი, გონება-ჭვრეტითი ან ჭვრეტელობითი აზროვნება რას უნდა ნიშნავდეს? ეს უკვე ინტუიციურ აზროვნებას უახლოვდება. ასე რომ, უნდა გავიაზროთ, ვიგრძნოთ, შევიგრძნოთ და შევიგნოთ, თუ რას ნიშნავს სული და სიცოცხლე, თუნდაც ჩემს მიერ განხილულ გარკვეულ კონკრეტულ მასალებზე დაყრდნობით და მათი დახმარებით. მკითხველმა უნდა იგრძნოს საკუთარ თავსა და საკუთარ სხეულში სული და სიცოცხლე, უნდა იგრძნოს თავისი მოთხოვნილებები, მაგალითად ყველაზე ხშირად ეს იქნება კვების მოთხოვნილება, პერიოდულად ხშირად ან იშვიათად სექსუალური მოთხოვნილება. ადამიანი ყველაზე ნაკლებად იგრძნობს საკუთარი ზრდის მიმდინარე პროცესს. საკმაოდ ხშირად ექნება უბრალო სიამოვნების მოთხოვნილება, მაგალითად გათბობის ან გაგრილების მოთხოვნილება, ძილისა და დასვენების მოთხოვნილება, რაც ძალების მოკრებას ემსახურება შემდგომი მოქმედებებისათვის და ასე შემდეგ. ყველაფერს კი ჯობია, რომ მკითხველმა იგრძნოს სიამოვნება იმის გამო, რომ ის ცოცხალია, რომ სუნთქავს, რომ ხედავს თავის გარშემო სიმწვანეს და დატკბეს სიცოცხლის სამშვიდი შეგრძნებით. თუნდაც ყოველგვარი იმწუთიერი სხვა სიამოვნებების გარეშე. იქნებ ისიც გაიხსენოს ადამიანმა, რომ მისი გული დაუზარელად და დაუღლელად მუშაობს, ფეთქავს, ბაგიბუგი გაუდის, სისხლს ისვრის სხვადასხვა ორგანოებისკენ და გამუდმებით წრეში ატრიალებს. სისხლის წრიული მოძრაობა კი ორგანიზმს საკუთარი სითბოთი ამარაგებს და სწორედ ეს სითბო და სუნთქვის განუწყვეტელი პროცესი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ, სულიერი არსებები ვართ და სხვა ცოცხალი არსებებისგან განსხვავდებით, ჩვენი განსხვავებით ჩვენ საკუთარ სულსა და სიცოცხლეზე დაკვირვებაც შეგვიძლია. საკუთარი არსებობის სულიერებისა და სიცოცხლის გაცნობიერებაც შეგვიძლია. მოკლედ რომ ვთქვათ, სულის და სიცოცხლის ინტუიციურად გააზრებას ინტუიტივისტ ანრი ბერგსონისეული ინტუიციური ჭვრეტა სჭირდება. სიტყვა ინტუიცია ინგლისურად ჭვრეტას ნიშნავს. ეს სიტყვა არა ბერძნული, არამედ ლათინური წარმომავლობისაა და ინტუიტუს ნიშნავს აზრს, შეხედულებას, შეხედვას, მზერას, ხოლო გადატანითი აზრით თვალსაზრის რაღაცისადმი მიმართებას, დამოკიდებულებას, ასე რომ ჩვენს გვჭირდება სულისა და სიცოცხლისადმი ინტუიციური მიდგომა და გაგება. ჩვენ ყოველ წუთსა და ყოველ წამს შეუმჩნევლად ვიზრდებით, დღეები, თვეები და წლები გვემატება და ვბერდებით, ჩვენს გარდაუვალ დასასრულს უახლოვდებით. ჩვენ განუწყვეტლივ მოძრაობთ და ეს მოძრაობა დროში მიმდინარეობს. დრო, მოძრაობა, სული და სიცოცხლე კი განუყრელი მოვლენებია. ჩვენ ვართ სულიერი და ცოცხალი არსებები, რომლებიც დროში ვარსებობ, სულ მოძრაობ და სულ რაღაცისკენ, მსხვილმანისკენ ან წვრილმანისკენ მივისწრაფით. დრო, მოძრაობა, სული და სიცოცხლე განუწყვეტელი მისწრაფებითაა დაღდასმული, რომელიც ვექტორულად წარსულს ჩაჭიდებული აწმყოზე გავლით
მომავლისაკენ მიემართება, მკითხველებს მივმართავ, იგრძენით და განჭვრიტეთ თქვენი სული და სიცოცხლე და როდესაც იგრძნობთ და განჭვრეთ, შემდეგ უკვე შეგიძლიათ გააცნობიეროთ თქვენი ინსტინქტური შეგრძნებები, გრძნობები და განცდები. ასე რომ ზოგჯერ უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ მოკვდავი არსებები ვართ, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ ჯერჯერობით სულიერი და ცოცხალი არსებები ვართ და ჩვენ ცოცხლობთ. შეგვიძლია შევდახოთ კიდეც, ჰოპლა, ჩვენ ცოცხლობთ. ახლა რომელ სულზეც ვილაპარაკეთ, ეს არის სული მისწრაფება, არისტოტელეს გაგებით. სულის ასეთ გაგებაში მე შემიძლია დავეთანხმო არისტოტელეს, მაგრამ არისტოტელესეული სულ მისწრაფებისგან განსხვავებულია სული თანამედროვე მეცნიერების გაგებით, ანუ სული როგორც ადამიანის ტვინში მოთავსებული გონება, როგორც მოაზროვნე მექანიზმი მის თანმხლებ ფსიქიკურ პროცესებთან ერთად. არისტოტელესეული სული მისწრაფება ადამიანის მთელ ორგანიზმს, მთელ სხეულს მსჭვალავს ისევე, როგორც ცხოველისა და მცენარის მთელ ორგანიზმსა თუ სხეულს, მაგრამ სული, როგორც გონება და აზროვნების უნარი, ფსიქიკურ გრძნობებთან, განცდებთან და ემოციებთან ერთად აქვს ადამიანს. მაღალ განვითარებულ ცხოველებსაც აქვს ადამიანის მსგავსი აზროვნებისა და განცდების უნარი, ოღონდ გაცილებით დაბალ დონეზე. პრიმიტიულ ცხოველებთან კი აზროვნებასა და განცდებზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს უმაღლესი დონის სული გონება, სული აზროვნება, სული ემოცია და სული განცდა კი ადამიანის ტვინშია მოთავსებული და ის არისტოტელესეული სულ მისწრაფების ზედნაშენს უმაღლეს პროდუქტს წარმოადგენს. ისევ კიდევ ერთხელ გავიაზროთ ორექსისის საიდუმლო. ერთი ბეწო მარცვალი, მაგალითად ხორბლის ან სხვა მცენარის თესლი, დევს და არ ინძრევა. ის შეიძლება დალპეს ან გახმეს და გამოუსადეგარი გახდეს კიდეც. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მასში დიდი ძალა, დიდი ენერგია ინახება პოტენციურად, შესაძლებლობის სახით. ამ ძალას ამ პასიურ ენერგიას არისტოტელე ენერგიას არ უწოდებს, არამედ მას დინამისი, ანუ ჩვენებურად დინამიკა, დინამიურობა დაარქვა. მომავალმა თაობებმა სულ სხვა შებრუნებული მნიშვნელობა მისცეს სიტყვებს ენერგიას და დინამის. არისტოტელესთვის კი დინამისი, ენერგია და ინტელექტია ორექსისის განვითარების საფეხურებია, სამსაფეხურიანი სისტემაა. ორექსისის პროცესი იწყება დინამისით, როგორც უნარითა და შესაძლებლობით, შემდეგ ვითარდება ენერგიით, როგორც შესაძლებლობისა და უნარის გამოღვიძებით, გამოცოცხლებითა და ამოძრავებით. ენერგია შეასრულებს თავის მოვალეობას და ბოლოს ინტელექტით, ანუ განხორციელებით დასრულდება. ეს საფეხურები ადამიანის არისტოტელეს გონებამ გამოჰყო, გამოაცალკევა მეტი თვალსაჩინოებისათვის, თორემ ბუნებაში ეს პროცესი უფრო შეუმჩნეველი გადასვლებით მიმდინარეობს. უფრო გასაგებად წარმოვიდგინოთ ეს სამსაფეხურიანი პროცესი, დინამისი, ენერგია და ინტელექტია. თესლს ძინავს როგორც უსულო საგანს, მაგრამ ის თლად უსულოც არაა, მასში შესაძლებლობის და უნარის სახითაა დაფიქსირებული საიდუმლოებით მოცული ძალა, გენეტიკური ინფორმაცია, როდესაც თესლი მოხვდება მიწაში და წყალიც დაესხმება, მასში მოთავსებული მძინარე ძალა უცებ იღვიძებს და იწყებს მოქმედებას, კვებასა და ზრდას. ის მცენარის სხეულის საშენ მასალად გადაამუშავებს მიწაში არსებულ ქიმიურ ელემენტებს. გარკვეული დროის შემდეგ კი ეს პატარა მარცვალი დალპება, მაგრამ ის დასრულებულ მცენარედ გადაიქცევა, ანუ მისი მისია განხორციელებლად შეიძლება ჩაითვალოს. ეს ყველაფერი კი გააკეთა ორექსისმა, რომელიც ჯერ არსებობდა დინამისის სახით, შემდეგ გადაიქცა ენერგია და ბოლოს ინტელექტიად. დასრულებული განხორციელებული მცენარე გადის ბოლო დამაგვირგვინებელ სტადიას, ანუ იკეთებს თესლს, სპერმას, უამრავი პატარა თესლის მარცვლების სახით, რომლებიც მიწაში ჩაცვივა და ორექსისის მთელი პროცესი თავიდან იწყება. თითქოს ყველაფერი გასაგებია და ცხადია მეცნიერული თვალსაზრისით. მაგრამ მეცნიერებას ყველაფრის ახსნა რომ არ შეუძლია, იცით მთავარი საიდუმლო სადაა ჩადებული პატარა თესლში, ანუ იგივე სპერმაში, რომელიც გარკვეული გენეტიკური კოდითა თუ ინფორმაციითაა დაპროგრამებული. მან მარცვალმა თესლმა წინასწარ იცის, როგორ მცენარედ უნდა განვითარდეს ხელშემწყობი გარემო პირობების შემთხვევაში. მთავარი ყოფილა პროგრამა, რომელმაც იცის, რომელი მცენარის პროგრამაა, რომელმაც იცის, რომ ის ჯერ მძინარე მდგომარეობაში უნდა იყოს, ჯერ მხოლოდ შესაძლებლობა და უნარი უნდა იყოს, შემდეგ მაშინ რაღაც თუ რომელიღაც მოქმედმა ძალამ უნდა გაიღვიძოს და მცენარის სხეულის შენებას უნდა შეუდგეს. ბოლოს კი დედისეული საწყისი მარცვლის მსგავსი უამრავი შვილობილი მარცვალი უნდა გამოიბას. მთავარი ყოფილა დაპროგრამებული მარცვალი, ანუ თესლი, ქვირითი, კვერცხუჯრედი და სპერმა. სწორედ ამ მარცვალში, თესლში, სპერმაშია საიდუმლო ძალა დაბუდებული, ჩაბუდებული. ასეთი მარცვლები, თესლები, ქვირითები, კვერცხები და სპერმები უთვალავია მიმობნეული დედამიწაზე, მცენარეებში, თევზებში, ცხოველებსა და ადამიანებში, მაგრამ მთავარი არათვით მარცვალი, ქვირითი, კვერცხი
სიცოცხლესკენ სპერმა, არამედ მათში მოთავსებული ინსტინქტური სასიცოცხლო ძალა მისწრაფება ორექსისი, რომელიც პროგრამის სახითაა დაფიქსირებული მართლში და რომელსაც გამოღვიძების და ამოქმედების უნარი აქვს. ეს ორექსისი ერთდროულად დინამისიცაა ენერგიაცა და ინტელექტიაც. ორექსისი უამრავია, უთვალავია ისევე როგორც უამრავი და უთვალავია თესლი, ქვირითი, კვერცხი, კვერცხუჯრედი და სპერმა. ორექსისი სასიცოცხლო ძალაა მცენარეში, ცხოველსა და ადამიანში ჩამუდებული სულია, მაგრამ მთავარი კითხვაა, საიდან გაჩნდა ორექსისი, როგორ გაჩნდა, როგორ გავითარდა ევოლუციის პროცესში, აქ უკვე ღმერთის თუ შემოქმედის პრობლემა იჩენს თავს, მაგრამ ეს სხვა საკითხია. თუმცა არისტოტელესთვის ღმერთი ეგრეთ წოდებული უძრავი მამოძრავებელია, სამყაროს ცენტრში არსებული მომწესრიგებელი ძალა, რომელიც შეიძლება მთავარ ორექსისად ან ორექსისების მეფედად წარმოვიდგინოთ. კი, მაგრამ აქვს კი სამყაროს ცენტრი, ჩვენი პატარა სამყაროს ცენტრი კი ვიცით, რომ მზეა, სითბოს წყაროა. სითბო ასევე აუცილებელია სიცოცხლისათვის. დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს კი მზესთან ერთად დედამიწის გულში, დედამიწის ცენტრში არსებული გავარვარებული ბირთვი აძლევს სითბოს და ძალას. და კიდევ სითბოს ერთი წყაროც არსებობს ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ესაა გული, რომელიც სულ თავიდან ორექსისმა მისცა ბიძგი და აამოძრავა ჩანასახში და რომელიც გაუჩერებლად ფეთქავს და მთელ ორგანიზმს მაცოცხლებელი სითბოთი ამარაგებს. არისტოტელემ ღმერთი უძრავ-მამოძრავებლად წარმოგვიდგინა და ღმერთის ორიგინალური და ღრმააზროვანი განსაზღვრება მოგვცა. ღმერთის მოციქული ორექსისი ნამდვილად არის მამოძრავებელი, მაგრამ რამდენადაა თვითონ უძრავი, აი ეს უკვე საკითხავია. ორექსისი რა ვიცი, უძრავია, მოძრავია. უამრავი და უთვალავი ორექსისია დედამიწაზე. დედამიწა კი ერთ-ერთი პლანეტაა მზის სისტემაში. ჯერჯერობით დედამიწა ერთადერთი ცნობილი ცოცხალი პლანეტაა უამრავ და უთვალავ მკვდარ ციურ სხეულებს შორის. რატომ და როგორ დაეცა ორექსისი დედამიწაზე, საიდან ჩამოვარდა, როგორ და რატომ გაუღიმა ბედმა დედამიწას კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში, როგორ გაჩნდა პატარა მარცვლებში ჩამუდებული ორექსისი, როგორც სიცოცხლისაკენ სწრაფვა და სულიერი საწყისი. დარვინი გვეტყოდა ევოლუციის პროცესიო, მაგრამ ევოლუციის პროცესი ვინ ჩართო, ვინ უბრძანა ევოლუციის პროცესს, რომ განვითარებულიყო და ადამიანის შექმნამდე მისულიყო. რა არის, რას წარმოადგენს ორექსისი? ორექსისი თვითმოძრავი მექანიზმია და სწორედ მისი თვითმოძრაობა, მისი თვითმოძრაობის უნარია ყველაზე დიდი საკვირველება. ორექსისი თვითმოძრავია და თვითმამოძრავებელია, ბიძგის მიმცემია, ანუ ბიძგის მიცემის უნარი აქვს, გავითარების მექანიზმის ჩართვის უნარი აქვს. ორექსისი ყველაზე დიდი საკვირველებაა, მაგრამ რატომ მიკვირს პლანეტები თუ სხვა ციური სხეულებიც ხო თვითმოძრავნი არიან, მთელი სამყაროც ხომ თვითმოძრავია, ეს კი ხომ იმას ნიშნავს, რომ მთელი სამყარო ცოცხალია და განსულიერებულია და რა სამწუხაროა, რომ ეს თვითმოძრავი ცოცხალი და განსულიერებული სამყარო გულგრილია სიკეთისა და ბოროტების მიმართ, სადაც სიკეთეს ახარებს, იქ მქმნელია ავისა, თქვა ვაჟა-ფშაველამ. მაგრამ ბუნება თითქოს მთლად გულგრილიც არა. ბუნება ხომ ორექსისის მხარესაა, სიცოცხლის მხარესაა, გამრავლებისა და შთაომავლობის და დატოვების მხარესაა, გვარის შენარჩუნების მხარესაა. მაგრამ თლად ასეც არაა. იქვეა ჩასაფრებული სიკვდილიც და სიცოცხლის ყოველ გამოვლენასა თუ გაელვება სიკვდილით ამთავრებს. ორექსისის პროცესის დამასრულებელ ეტაპს განხორციელება ანუ ენტელექია წარმოადგენსო თქვა არისტოტელე, მაგრამ თვით ენტელექია ხომ ყოველთვის სიკვდილით, განადგურებითა და მოსპობით მთავრდება. ამასაც არაუშავს. სიკვდილის შემდეგ ხომ ისევ ახალი სიცოცხლე იწყება. სამყაროში კოსმოსში გადაჯაჭვულია სიკვდილი და სიცოცხლე, უძრაობა და მოძრაობა. მაინც რომელს ანიჭეს უპირატესობას ბუნება, სამყარო, ჩემი აზრით მოძრაობა, სიცოცხლეს და სიცოცხლისაკენ სწრაფვას. და ამას წყალი არ გაუვა. ბუნებაში, სამყაროში სიკვდილიც კი სიცოცხლის მსახურად გვევლინება. ორექსისია კოსმოსში და ორექსისია თესლში, მაგრამ თუ ორექსის არავითარი კავშირი არ აქვს ეთიკურ კატეგორიებთან? აქვს. ბუნებამ სექსუალური სწრაფვა და სიყვარული მოიგონა ორექსისის გადასარჩენად. თურმე სწორედ სიყვარული იცავს, იფარავს სიცოცხლეს და მის გამრავლებაზე ზრუნავს. აბა წარმოიდგინეთ, რა მოუვიდოდა ორექსისის მიერ ნალოლიავებს სიცოცხლეს, დედობრივი ძლიერი სიყვარული, რომ არ იცავდეს და არ იფარავდეს მას. სულისა და სიცოცხლის თემაზე დაწერილი ამ პატარა ნაშრომის მთავარი გმირი ორექსისი გამოვიდა.
ხორექსისი გამოვიდა. ეს სიტყვა მე არისტოტელეს სულის შესახებ ტრაქტატში ამოვიკითხე. შეიძლება არისტოტელესთან ამ სიტყვას ისეთი დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორც მე მას მივანიჭე. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ არისტოტელეს კარგად გავუგე და თუ მთლად კარგად ვერ გავუგე, მაშინ გამოდის, რომ გასაგებად დავასრულე ის, რისი თქმაც არისტოტელეს უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო, ვერ დაასრულა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ორექსისის შესახებ შრომა მე არისტოტელეს სულის შესახებ ტრაქტატის განმარტების სახით დავურთე. გასაკვირი არაა, რომ ამ შრომაზე მუშაობისას გენიოსი ვაჟა-ფშაველა გამახსენდა. კერძოდ, ჩემს მეხსიერებაში ბავშვობის და ახალგაზრდობის დროიდან შემორჩენილი ფრაზაა მომიტივტივდა. სადაც სიკეთეს ახარებს, იქამ მქონელია ავისა. ამ ფრაზის ისტორიის გადამოწმება გადავწყვიტე. შემეშინდა ვაჟა-ფშაველას ცნობილიაფორიზმი არ დავემახინჯებიდა და თან უნდა დამეზუსტებიდა. თუ რომელ ნაწარმოებში გამოთქვა ვაჟამ ეს ბრძნული ფილოსოფიური აზრი. ამ მიზნით ინტერნეტს მივმართე და თქვენ წარმოიდგინეთ, ცოტა დავიბენი. ყველაზე სანდო წყარო აღმოჩნდა ვაჟას ლექსი ღამე მთაში, მაგრამ ალუდა ქეთელაულის და სტუმარ მასპინძელიც რომ იყო დასახელებული სავარაუდო წყაროებად, სამწუხაროდ ახლა ვაჟა-ფშაველას საკითხად არ მცალია, ამიტომ ამ ფაქტის დაზუსტებას ქართული ლიტერატურის სპეციალისტებს ან დაინტერესებულ მკითხველს მივანდობ. აქ კი ვაჟა-ფშაველას ლექსის ღამე მთაში ფრაგმენტს შევახსენებ მკითხველს. ბუნება მბრძანებელია, იგი მონაა თავისა, ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქმნელია ავისა. ერთფერად მტვირთველი არის საქმის თეთრის და შავისა, საცა პირიმზე სახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა. მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ყვავისა. ფრაგმენტი ვაჟა-ფშაველას ლექსიდან ღამე მთაში. ინტერნეტი კი ვაჟა-ფშაველას ამ ლექსიდან ალუდა ქეთელაურისკენ და სტუმარ მასპინძლისკენ გვაგზავნის. ბუნება მბრძანებელია, იგი ახლა ეს იქიდან ინტერნეტიდან ციტატა მომყავს. ბუნება მბრძანებელი იგი მონა თავისა, სადაც სიკეთეს ახარებს, იქამ მკვნელია ავისა, ალუდა ქეთელაური, სტუმარ მასპინძელი. ეს ფრაზა გახლავთ ქართველი მწერლისა და პოეტის ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი შემოქმედებითი პრინციპი და ღრმა ფილოსოფიური აზრი, რომელიც ხშირად ასოცირდება მის პოემებთან, მაგალითად ალუდა ქეთელაური სტუმარ კითხულობთ ინტერნეტში. როგორც ხედავთ, ვაჟა-ფშაველასთან იკითხება პრობლემა, ბუნება გულგრილია თუ არა სიკეთისა და ბოროტების მიმართ. ვაჟა-ფშაველა ამბობს, რომ ბუნება გულგრილია თეთრის და შავის მიმართ, მაგრამ იქვე ამბობს, რომ მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ყვავისა. იგივე პრობლემა აინტერესებდა არისტოტელეს ნიკომაქეს მთელი ტექსტიდან და მაგალითად აი ამ გვერდების დასაწყისიდან ირკვევა, რომ არისტოტელეს აზრით სათნოება, სიკეთე და ბოროტება არა არც ღვთაებრივი და არც ბუნებრივი წარმომავლობის, არამედ ეს ზნეობრივი თვისებები ადამიანების მიერაა შექმნილი და გამომუშავებული საუკუნოვანი გამოცდილების შედეგად. მაგრამ ნუ თუ არისტოტელესეული ბუნებაც მთლად გულგრილია კარგის და ცუდის მიმართ, კი მაგრამ ორექსისი ხომ ჯიუტად მიისწრაფის მომავლისკენ, მომავალი სიცოცხლის დამკვიდრებისკენ, ვაჟა-ფშაველას ლექსში ჩანს ბუნების გულგრილობა სიკეთის და ბოროტების მიმართ, ავისა და კარგის მიმართ და ამავე დროს ჩანს კეთილი ორექსისიც, რომელიც სილამაზეზეც ზრუნავს. სილამაზე ხო გამრავლების ინსტინქტის იარაღია, კეთილი განზრახვების მსახურია, მატყუარა და მაცდური ეროსია. კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება დავასკვნათ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბუნება გულგრილია სიკეთისა და ბოროტების მიმართ, ბუნება და მთელი კოსმოსიც მაინც სიკეთისა და სიცოცხლის მხარესაა. ამ მიზნით იყენებს ის სიყვარულის ლამაზგრძნობასაც სატყვარა სახით. ბუნებას რატომღაც გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, შეინარჩუნოს სიცოცხლე და ყოველმხრივ ეცადოს მის განვითარებას. ეს საკმაო ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა არა მხოლოდ დედამიწის ბუნების მასშტაბით, არამედ კოსმიური მასშტაბითაც. ვაჟა-ფშაველა ბუნებას გრძნობდა და აღიქვამდა ინტელექტუალურადაც და ინტუიციურადაც. ჩვენც მივბადოთ ვაჟა-ფშაველას. არისტოტელესეული სული სიცოცხლისა და ტოლვისა თუ მისწრაფების უკეთ გასააზრებლად და ინტუიციურად წარმოსადგენად, ჩემ მიერ განცდილ სულიერების სიცოცხლის და ცოცხლად ყოფნის შთაბეჭდილებებს მეც უნდა მივმართო. გაზაფხულის არაჩვეულებრივი ნათელი დილა გათენდა. ცა მოწვენდილია ლურჯი ამზე ბრდღიალებს, ბეღურები ჟივილხივილით დაფრინავენ. ისინი თავის მოვალეობას ასრულებენ, ბუდეებს აშენებენ, კვერცხებს დებენ, ბარტყებს ჩეკენ და აჭმევენ. ცაში საჭოლის მოსაპოვებლად დაჰქრიან. ბეღურები თავისი დანიშნულების შესრულებისკენ მიისწრაფიან და თავის დანიშნულებას ახორციელებენ. ანუ ბუნების წინაშე იხდიან ვალს. ბუნების ბრძანებას ასრულებენ. აქ ჩანს მისწრაფებაც და განხორციელებაც, თანმდევ სხვა მოვლენებთან და პროცესებთან ერთად. ჩემი სახლის წინ ფიჭვები და კიპარისებია, სადაც ძირითადად ქედნები სახლობენ. ქედნების გარდა ყვავები და კაჭკაჭებიც ბუდობენ ხოლმე. გაზაფხულზე ადრე ყოველ დილით ქედნების დაჟინებული, დაუღალავი და გაბული ღუღუნი ისმის. ღუღუ, ღუღუ, ღუღუ.
ზოგჯერ კი ყვავების გამწარებული ჩხავილი ან კაჭკაჭების კრიახი აიკლებს ხოლმე იქაბრობას. მე შევსწრები ვარ ყვავებისა და კაჭკაჭების ბრძოლებს. გუშინ კი ყვავები და ქედნები იბრძოდნენ ყვავების ყარყატის ფონზე. ციდან თეთრი ღინღლი და ბუმბული ცვიოდა. მერე ყველა სადღაც გადაიკარგა, წავიდა. ეს უკვე გაბრაზებული ორექსისების ბრძოლებია, შთამომავლობისა და გვარის გადარჩენისა და დღეგრძელობისათვის. გაზაფხულია დილა ჰაერში იელის სურნელი ტრიალებს. ხშირი წვიმებისგან ბალახმა გაიხარა და ტანი აიყარა გაზონებზე. მივუყვები ბილიქს და გაკურებული ფიქრობ. ცოცხალი ვარ, სუნთქავ, ვაზროვნებ, მაშა სადამე ვარსებობ, თქვა რენე დეკარტემ, კოგიტო ერგო სუმ. მე-17 საუკუნის ფრანგმა რაციონალისტმა ფილოსოფოსმა მე ინტუიციურად აშკარად გრძნობ დეკარტეს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას, სიმართლეს ვაცნობიერებ კიდეც, მაგრამ თავარი რომ გრძნობ, განვიცდი. ამის განცდა კი შეუძლებელია გაკურების გარეშე. მიკვირს და ვაფასებ, რომ ახლა ამ წუთში ცოცხალი ვარ. მალე ხომ აღარ ვიქნები. ახლა კი სიცოცხლის საერთო ფერხულში ვარ ჩამული, როგორც სიცოცხლის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი. მაგრამ თლად რიგითიც არა ვარ. დეკარტეს ამ ფრაზის გაცნობიერება და განცდა შეუძლებელია საკუთარი თავის სამყაროს ცენტრად წარმოდგენის გარეშე. ამ წუთებში, ამ წამში ხომ მე ვარ მოაზროვნე მექანიზმი, ერთადერთი განათებული წერტილი, რომელიც ჩემი თვალებით ვიყურები აქეთ-იქით და ჩემი ტვინის ხვეულებიდან აღვიქვავ გარემოს, გარშემო მყოფ სამყაროს. სხვა სულიერი და ცოცხალი არსებებისგან განსხვავებით, მხოლოდ მე მაქვს ამის გაცნობიერების საშუალება, როგორც ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელს, როგორც გონიერ და მოაზროვნე არსებას, როგორც კონკრეტულ ადამიანს, როგორც აქ და ახლა მყოფს. გაზაფხულის ლამაზი დილაა და ყველა სულიერი და ცოცხალი არსება ხარობს. მცენარეები, ცხოველები, ადამიანები და მე სიცოცხლისაკენ საყოველთაო მისწრაფები, სიცოცხლის საყოველთაო სიყვარულის და სიცოცხლის საყოველთაო წყურვილის ფერხულში ვარ ჩამული. ორექსისის თუ ჰორექსისის წყალობით, რომელთაცაა გაჟღენთილი მთელი ჩემი ცოცხალი და განსულიერებული ორგანიზმი. ორექსისის თუ ჰორექსისის თემაზე ყურადღების გამახვილებით არისტოტელეს მოძღვრებაში ვიტალიზმის ჩანასახები აღმოვაჩინე. ვიტალიზმი ბიოლოგიური თეორია, რომელიც აღიარებს ცოცხალ ორგანიზმებში განსაკუთრებული არამატერიალური, ინსტინქტური და იმპულსური სასიცოცხლო ძალის არსებობას. ლათინურად ვიტა ნიშნავს სიცოცხლეს, ვიტალის სასიცოცხლო, სიცოცხლისეულს, მაცოცხლებელს, ცოცხალ სიცოცხლის მომნიჭებელს, სიცოცხლის უნარიანს, ხოლო ვიტალიტას სასიცოცხლო ძალა სიცოცხლის საწყის. არამატერიალური სასიცოცხლო ძალის აღიარების გამო ვიტალიზმს იდეალისტურ თეორიადაც ცვლიან ხოლმე, მაგრამ არისტოტელესეული ვიტალიზმი არა არც მატერიალისტური და არც იდეალისტური, ის ალბათ უფრო დუალისტურია, როგორც თვით სამყარო. პოსტსკრიპტუმი. ვინაიდან ჩემი შრომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა ჰორექსისი, ანუ სწრაფვა მისწრაფებალ ტოლვა, ამიტომ ამ სიტყვის ეტიმოლოგიის ორ ვარიანტსაც უნდა შევეხო. ორექსისი ორექსისის ეტიმოლოგიის ერთი ვარიანტი დაკავშირებული სიტყვა ჰორიზონტთან, ჰორიზონ. როგორც მისწრაფების შორეულ და მიუწვდომელ მიზანთან, სიტყვა ჰორექსისის შემადგენელი ორი სიტყვის ოროს და ექსის მნიშვნელობების გათვალისწინებით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სიტყვა აღნიშნავს რომელიღაც შორეული ჰორიზონტისკენ მისწრაფებას ამ ჰორიზონტისა თუ მიზნის დაუფლების მიზნით. ამ მიზანს კი ამ შემთხვევაში წარმოადგენს სიცოცხლის განხორციელება და ცოცხალ ორგანიზმად თუ არსებად მცენარე ცხოველად ან ადამიანს ჩამოყალიბება. ორექსისის ეტიმოლოგიის მეორე ვარიანტი კი დაკავშირებულია ჰორთან, ანუ ცისა და მზის ძველ ეგვიპტურ ღმერთთან. ვიკიპედიაში არსებული მოკლე ინფორმაციების მიხედვით ჰორი, ჰორე, ჰოროსი, ჰორუსი, ხორ, რუსულად გორ, ინგლისურად ჰორუს, ხო და ასე შემდეგ, ეგვიპტურად ჰრ, უფრო სწორად ხო რაღაცა ნიშნავს ცას, სიმაღლეს, მიუწვდომელს, მაღლა მყოფს. ჰორს გამოსახავდნენ შევარდნის თავიანი ფარაონის ან ფრთოსანი მზის სახით. ამ ღვთაებრივ სიმაღლესთან რაღაც იდივი კავშირი უნდა ჰქონდეს ქართულ სიტყვას გორა. ან რუსულ სიტყვას გარა, რაც პატარა ბორცვს, პატარა მთას ან პატარა შემაღლებულ ადგილს ნიშნავს. ჩვენს ფანტაზიას თუ მცირეოდენ გასახანსაც მივცემთ, მაშინ ეტიმოლოგიურად ქალაქ გორის სახელწოდებაც შეიძლება ძველ ეგვიპტესთან ან ძველ საბერძნეთთან დავაკავშიროთ. ტექსტის ავტორი მარინა ქუმსიშვილი. ტექსტში გამოყენებული რამდენიმე ძირითადი ტერმინის მნიშვნელობა ძველ ბერძნული ლექსიკონის მიხედვით. სწრაფვა, მისწრაფებალ ტოლვა, ნდომა, სურვილი, მიდრეკილება, გაღიზიანებადობა და ასე შემდეგ. სიტყვა სწრაფვასთან შინაარსობრივად ახლოს მდგომი ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ტერმინი იყრის თავს. ახლოს მდგომი ძალიან
ხო, ბევრი ტერმინი იყრის თავს. ამ პატარა ლექსიკონში სიტყვები შინაარსობრივად დავალაგე და სიტყვათა ყოველ ჯგუფს პირობითი კოდური სახელწოდებაც მივაკუთვნე. კოდური სახელწოდება სწრაფვა, მისწრაფებალ ტოლვა, სული და სიცოცხლე. ესე იგი, აი აქ მე მაქვს ჩამოთვლილი უკვე სიტყვები, აი ორექსისია, ექსის რას ნიშნავს, ოროს რას ნიშნავს. ხო, აი მისწრაფების რაღაც ვარიანტია FEMI, აი FEMI. ხო, ასეთი ისიც არის სურვილი მისწრაფება. ესე იგი, მისწრაფებასთან დაკავშირებული სხვა ტერმინები, რაც კი იხმარა არისტოტელემ, ყველა არის, აი ჩვენ ვხედავთ, რომ განსხვავებულია, აი მენოინაო, აი ესეთები. დიოქსის, აი კიდევ მისწრაფების ერთი სახე, აი ეს ფევგო კი ეს მისწრაფების საწინააღმდეგო ტერმინია. აი თუმოსი, სიცოცხლის სუნთქვა, სიცოცხლის საწყისი თუმოს, ნახეთ რა საინტერესოა, მხურვალე სურვილი მისწრაფება, ვაჟკაცობაც კი ყოფილა და თუმონ ბოტანიკური ტერმინია და ნიშნავს მცენარეს ბალახივით, რომელიც გამოიყენება როგორც სუნელი, ან სამკურნალოდ. თიმუს, წიმიან, თიამი, სატურეია, ჩაბიორ, ქონდარი. ეს დასადოსტებელია მაინც და მაინც რომელია ეს თუმონი, რომ ქონდარია თუ თიამია, რომ ის თურმე სიცოცხლესთან და სწრაფვასთან ყოფილა დაკავშირებული, ისე რომ მივაქციოთ ყურადღება ამ სანელებლის თუ სამკურნალო მცენარის მოხმარებას მივაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობისთვის. ხო, აი ეპითუმია როგორც მისწრაფება, თუმოს როგორც სიცოცხლე, შემდეგ ფსიქე, აქ მაქვს ფსიქეს ძაო, აი ეს სიტყვებიც არის. შემდეგ აი შემდეგი რიგი სიტყვების არის კოდური სახელწოდება, შესაძლებლობა და სინამდვილე, თესლი, უნარის შესაძლებლობა, მერე განამდვილება, ესენი ხო განვიხილეთ და განხორციელება, აი დინამისი აქ არის. დინამისი არის, მენე ენერგიაც არის აქ, ინტელექტიაც არის. შემდეგი კოდური სახელწოდება სიცოცხლის დასასრული, სიკვდილი. ფთორა დაღუპვა, ხო, ფთეირო ვანადგურე, თანატოს სიკვდილი, ეს განადგურებასთან დაკავშირებული კოდური სახელწოდება თეორეტიკოსი და ეპისკოპოსი, როგორც მჭვრეტელებითი უნარის მქონე. ნახეთ რა საინტერესო რამე გამოვიდა. თეორეტიკოსს და ეპისკოპოსს თურმე რაღაც საერთო ჰქონიათ. აი აქ არის სიტყვა თეორია, რას ნიშნავს თეოროს, რახან შევეხე სიტყვა თეორიას როგორც აბსტრაქტულ გონებაჭრედით მოღვაწეობას, ამიტომ ზედმეტი არ იქნება თუ სხვა შინაარსობრივად მსგავს სიტყვასაც შევეხების შევადარებ და ეტიმოლოგიურადაც გამოვიკვლევ. ეს საინტერესო სიტყვა ეპისკოპოსთანაა დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ ეპისკოპეო ნიშნავს ისეთ ჭვრეტას, რომელიც საკვლევ საგანს მიზანში ურტყამს, ანუ სიღრმისეულად იკვლევს, შიგნიდან, არსებითად, ინტუიციურად და ამავე დროს აკვირდება მწვერვალიდან, საიდანაც ყველაფერი კარგად ჩანს. ამ სიტყვაშიც დავინახე ინტუიციური წვდომის შესაძლებლობა. ამიტომ აი აქ სიტყვა ეპისკოპოსია განხილული ყველანაირად და გარჩეული, აი სკოპეო დაკვირვებას ნიშნავს და ასე შემდეგ. ხო, რაფაელა კარასკოპეოს არ მინდოდა დამეკავშირებინა, მაგრამ არაფრით არ გამოვიდა. შემდეგი კოდური სახელწოდება შეგრძნება, მიდრეკილება და გაღიზიანებადობა, ორგია და ორგაზმი. გრძნობა, ხო, ესე იგი აქ რა სიტყვებია, შეგრძნება, მიდრეკილება, გაღიზიანება, ხო, ორგია და ორგაზმი, აი ორგე გამისვია ხაზი, ორგე მიდრეკილება მისწრაფებას ნიშნავს, გაღიზიანებას ნიშნავს, ხო? სიტყვების ამ ჩამონათვალში მთავარ საკვანძო მართვას წარმოადგენს მარცვალი ორ, რომელთაცაა ნაწარმოების სიტყვა ორექსისი, როგორც მისწრაფება სიტყვა ორგე, როგორც გაღიზიანებადობა. თანამედროვე ფსიქოლოგიური ტერმინი ორგაზმით სიტყვა ორგიძოდანაა ნაწარმოები, ჩემი ყურადღება მიიქციეს გაღიზიანებისა და გაღიზიანებადობის აღნიშნულმა სიტყვებმა ორგემ და ორგალოტეს იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, თუ რა ძირითადი ნიშნებით ასხვავებს არისტოტელე ერთმანეთისგან მცენარებს, ცხოველებს და ადამიანებს. მცენარებს ახასიათებთ კვებას და გამრავლება კვდომას, ცხოველებს ახასიათებთ ყველაფერს დამაგრების შეგრძნება და გაღიზიანების უნარი, ადამიანებს ახასიათებთ დამატებით აზროვნებამეტყველება და კიდევ სხვა უნარებთან ერთად, მაგალითად გონიერება, საზოგადოებრიობა, ასე რომ ჩემი აზრით არისტოტელეს მიერ დასახელებული ორი ფსიქოლოგიური უნარი, შეგრძნებისა და გაღიზიანების უნარი საკმაოდ მნიშვნელოვან და საყურადღებო ნიშან-თვისებას წარმოადგენს. ცხოველთა და ადამიანთა სამყაროსთვის. მცენარეების, ცხოველების და ადამიანების სამყაროში დიდი მნიშვნელობა ეძლევა სწორედ მისწრაფების და მიდრეკილება გაღიზიანებადობის, აი ორგე ცნებებს, არა მხოლოდ ორექსის, აი ორგე ცნებებს, როგორ სულიერ არსებებში სასიცოცხლო პროცესების მამოძრავებელ მექანიზმებს.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მეცნიერებას შესწორებებით შეაქვს არისტოტელეს ნაზრებში. არისტოტელემ შეგნებისა და გაღიზიანების უნარები წყალგამყოფ საზღვრად დაასახელა მცენარეთა და ცხოველთა სამყაროებს შორის, მაგრამ ასეთი მკვეთრი საზღვრის გავლება ხომ არ შეიძლება. მცენარეებსაც ხომ უკვე აქვს ჩანასახის სახით შეგნებისა და გაღიზიანების უნარი, მაგალითად, მზესუმზირა გრძნობს მზის სითბოსა და სინათლეს და სულ მზისკენ იმზირება, ხოლო მცენარე მიმოზა კი ნიავის დაბერვისას ან ადამიანის ხელის შეხებაზე ღიზიანდება, რეაგირებს და იკუმშება. გამოყენებული ლიტერატურა. არისტოტელეს სულის შესახებ, თამარ კუკავას თარგმანი, древнегреческа русский словарь, ორტომად, რუსულ-ქართული ლექსიკონი, რომელიც აი ამ რუსული ტერმინების მერე გადმოქართულებაში მეხმარებოდა, ძველ-ბერძნულ-ქართული ლექსიკონი, თინათინ გიორგობიანი, ძალიან კარგია, რომ ქართულ ენაზე გაჩნდა ასეთი ლექსიკონი, რომელიც რაღაც პრობლემა რომ ექმნებოდა, შემდეგ უკვე თინათინ გიორგობიანის ლექსიკონს მიმართავდი ხოლმე. და მასალა ვიკიპედიიდან, ჰოროსი, ჰორე, თავისუფალი ენციკლოპედიიდან. დასასრული